ფურცლავს და ნერვიულობისე ვარ. ძალიან ღელავ. მაგან კალებს. ცუდად ვარ. დიდი ხანია ასე არ მინერვიულია. აუშვიცი რო გადავიღე მსგავსად არ მინერვიულია როგორც აქ. ცუდად ვარ. თბილისში მოგზაურობას ვიწყებთ თავისუფლების მოედნიდან. ახლა მივდივარ ინგოროყვას ქუჩისკენ, სადაც ერთი სახლი დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ ახლა უკვე სოლოლაკში ვარ, მივუყვები გზას და ავიდეთ. თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა მეგობრებო, ვიდეოს დალაიქება, იმიტომ რომ უმაგრესი მოგზაურობა გველოდება დედაქალაქში. ავედით. ინგოროყვას ქუჩაზე ვართ უკვე მეგობრებო, ავდივარ ახლა მე-22 ნომერთან და უნდა გაგიზიაროთ რატომ გადავწყვიტე ზოგადად ამ ვიდეოს გადაღება. პირველი მიზეზი იყო ის, რომ როდესაც აუშვიცი გადავიღე ესეთი შემეცნებითი ვიდეო დოკუმენტური სტილის, ძალიან კაი გამოხმაურება მოყვა, მოგეწონათ და მინდა რომ მსგავსი ვიდეო კიდე გადავიღო და მეორე მიზეზი არის ის, რომ აი ხლა სადაც მივდივარ ამ ადგილის შესახებ საერთოდ არ მსმენოდა და როცა გავიგე გავბრაზდი. ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა ტკივილის კუთხით. აი ხა ამ შენობაში უამრავი ადამიანი იყო იქ, რომლებმაც ძალიან რთული დღეები გაიარეს. და შესაბამისად რაღაცნაირად მინდოდა რომ აი ეს ისტორია მთლიანად რაც საბჭოთა კავშირმა დამართა ამ ხალხს და ზოგადად ჩვენ ქვეყანას თქვენამდეც მომეტანა და გამეზიარებინა. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველოდება, ასე რომ კარგად ჩაუჯექით, იმიტომ რომ ისეთ ისტორიებს გაიგებთ, რომელიც შეიძლება რომ საერთოდ არ გსმენოდეთ. ეს სახლი ამ ფორმით მე-19 საუკუნის ბოლოდან არსებობს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წლიდან 1920 წლამდე აქ იყო მიწადმოქმედების სამინისტრო, ხოლო შემდგომ 1920 წლიდან 21 წლამდე, ანუ საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე საცხოვრებელი სახლი და 21 წლის მარტიდან 30-იანი წლების შუა პერიოდამდე უკვე ჩეკას გადაეცა. მოვედი მეგობრებო, აი ეგ არის ინგოროყვას 22 ნომერი, სახლი, რომელიც საბჭოთა ტერორის უმძიმეს ისტორიას ინახავს, აუცილებლად უნდა გამეზიარებინა ამ ადგილის შესახებ თქვენთვის და შევიდეთ ახლა შიგნითაც, რომ დავათვალიეროთ ყველაფერი კარგად და ისტორიებიც მოგიყვეთ. ჩეკა არის პირველი საბჭოთა საიდუმლო პოლიცია და სპეცსამსახური, რომელიც 1917 წლის 20 დეკემბერს ჩამოყალიბდა. მისი სრული სახელი იყო სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია კონტრრევოლუციასთან და საბოტაჟთან საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც 1918 წელს ლენინზე თავდასხმა მოხდა, ჩეკამ ოფიციალურად დაიწყო წითელი ტერორი. ამ პერიოდში ორგანიზაცია მასობრივად აპატიმრებდა და ხრეტდა ყველას, ვისაც კლასობრივ მტრად მიიჩნევდნენ. ძალიან ძიმე წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ამ შენობიდან და ამ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავარ და თუნდაც აი ამ ქვაფენილებიდან უამრავი ადამიანი გაიყვანეს დასახვრედად, უამრავი სიკვდილმისჯილი გავიდა ამ შენობიდან და აღარასდროს არ დაბრუნებულა. აი ეს არის მართლა ძალიან ძიმე წარმოსადგენი და მგონია, რომ თბილისში მსგავსი შენობა არ არსებობს და არ მეგულება ოღონდ მართლა. აი ამ ქვაფენილის საშუალებით შედიოდნენ ეს პოლიტპატიმრები და ეჭმიტანილები დასაკითხად და აღარასდროს აღარ ბრუნდებოდნენ. იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩეკას წარმომადგენლები სწორედ ამ ქვაფენილზე, უფრო ზუსტად კი სადარბაზოში ვეხვრეტდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავების პროცესში წინააღმდეგობას უწევდნენ რეჟიმს. ეს ადგილი წინასწარი დაკავების იზოლატორად გამოიყენებოდა, მას შემდეგ რაც კოლეგია გამოუტანდა სასიკვდილო განაჩენს რომელიმე პოლიტპატიმარს ან ეჭმიტანილს, აქ გადმოჰყავდათ ხოლმე, მერე უკანა ეზოში შემოდიოდა მანქანა, ტვირთავდნენ ამ მანქანას ხალხით და გაჰყავდათ უკვე სიკვდილით დასასჯელად თბილისის შემოგარენში. აი ხლა ეს ადგილები, სადაც ხედავთ რომ ველოსიპედი დგას, აგერ არის სველი წერტილიც, ნახეთ. ხალხი ცხოვრობს, არ მინდა რომ შეუვარდენ, მაგრამ ჩვეულებრივად აი აქ შემოდიოდნენ პატიმრები, სიკვდილმისჯილებიც და ამ შენობის გარეთ ვეღარასდროს ვერ გადიოდნენ. ფურცლავს და ნერვიულობისე ვარ. ძალიან ღელავ. მაგან კალებს. ცუდად ვარ. დიდი ხანია ასე არ მინერვიულია. აუშვიცი რო გადავიღე მსგავსად არ მინერვიულია როგორც აქ. ცუდად ვარ.
პატიმრებს ართმევდნენ ტანსაცმელებს და პირად ნივთებს. და განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამ ნივთებს ურიგებდნენ თვითონ თანამშრომლებს, ანუ ჩეკას თანამშრომლებს და როდესაც ციხეში მყოფი ადამიანები ამ ჩეკას თანამშრომლებს ნახულობდნენ თანასაკნელის ტანსაცმლით, ხდებოდნენ, რომ ეს უკვე ცოცხალი აღარ იყო. აბა ზემოთაც ავიდეთ, უკანა გასასვლელი ვნახოთ. აი ისმოდა ამ ჩეკისტების ჩექმების ხმა. მათ როგორც წესი ესე გამოწყებილად ეცვათ ხოლმე. შავ ფორმებში ჩექმებით დადიოდნენ და ახლა სადაც მე დავდივარ, მათი ჩექმების კაკუნი ისმოდა, რაც როგორც წესი კარგის მომასწავებელი არასდროს არ ყოფილა. აი აქ მოდგებოდა ხოლმე მანქანა და ჩასვამდნენ ამ სიკვდილის ჭილებს და მიყავდათ მერე თბილისის შემოგარენში. სარდაფების ქვემოთ არსებობდა იმ მსგავსი სივრცეები, რომლებსაც იყენებდნენ პატიმრებისთვის და ეს ძველი პატიმრები, ყოფილი პატიმრები იხსენებენ როგორც საყინულეს, ანუ ისე ციოდა, რომ იქ გაძლება შეუძლებელი იყო, დღეები ტოვებდნენ ხოლმე და მერე ამოიყვანდნენ ისე, რომ დაემუშავებინათ, ასე ვთქვათ რა. ეხლა აქ ვერ ჩავალ, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ, ნახეთ. სხვათა შორის შიგნით რო სეირნობდი, სარდაფულ სახლებში რო შევედი, ძალიან სიგრილე იყო და ძალიან ციოდა. პატიმრების წამების რამდენიმე მეთოდს მიმართავდნენ ჩეკას წარმომადგენლები. პირველი იყო, ამოწერილი მაქვს ახლა, პირველი იყო მაგალითად 20 სანტიმეტრამდე წყლის ავსება, კონკრეტულ ადგილას ავსებდნენ ამ წყალს 20 სანტიმეტრამდე, ჩასხავდნენ შიგნით ამ პატიმრებს, არც საპირფარეშოს გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ, არც წყლის, არც საჭმლის და საბოლოო ჯამში როცა იღლებოდნენ, გატყდებოდნენ ასე ვთქვათ, ამოიყვანდნენ და ისევ აგრძელებდნენ მათ დამუშავებას. მეორე წამების მეთოდი იყო კასრში ჩასმა, ჩასვამდნენ ამ პატიმრებს კასრში ისე რომ დახრჩობის ეფექტი მიეღოთ, ასე ვთქვათ, ძალიან მაღლა აიყვანდნენ წყალს და საბოლოო ჯამში ცდილობდნენ რომ ამით გაეტეხათ და მესამე მაქვს თბილი ქურქის ჩაცმა. როდესაც ვერ ტეხავდნენ ამ პატიმრებს, თბილ ქურქს ჩააცვამდნენ სიცხეში, დააჭერინებდნენ ხელში სიმძიმეებს და ასე ავარჯიშებდნენ, რაც საბოლოო ჯამში ჩათვალეთ რო არის ვისაც ერთხელ მაინც გივარჯიშიათ ზაფხულში, ან აგიწევიათ მძიმე წონები, მიხვდებით რასთანაც გვაქვს საქმე. მოკლედ ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებდნენ პატიმრებს და იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ვერ ტეხავდნენ ვერავის და მათი დაკითხვა გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს დამკითხველები მუდმივად იცვლებოდნენ, ღამე იძინებდნენ, დილა სხვა მოდიოდა, რამდენიმე ცვლა მუშაობდა, ასე ვთქვათ, ერთი პატიმრის დასაკითხად და ეს პატიმარი ამ დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვერ იძინებდა. და ნუ საბოლოო ჯამში დაღლის და სტრესის და წამების შემდეგ ხდებოდა გამოტეხვა და ისეთ ჩვენებას აძლევდნენ, როგორიც ამ საბჭოთა მესვეურებს კონკრეტულად ჩეკა სურდა და საბოლოო ჯამში ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებდნენ მოკლედ თითოეულ აქაურ პატიმარს, რაც ძალიან ძიმე წასაკითხია, ძიმე მოსასმენია და ძიმე სანახავია. ეხლა აქ სადაც ვდგავართ, აი ეს გზა გაიარა უამრავმა ადამიანმა ბოლოჯერ. დასახვრეტად, როდესაც მიჰყავდათ. ერთადერთი მემორიალური დაფა, რომელსაც აი ამ შენობაზე შეხვდებით, არის გრიგოლ ლორდ-კიფანიძის და წერია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გრიგოლ ლორდ-კიფანიძე, რომელიც სხვათა შორის შემდგომ უკვე აი ამავე ციხეში იჯდა. ანუ წარმოიდგინეთ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა იქ ციხეში, სადაც ცხოვრობდა. ყველაზე მტკივნეული ამბავი, რაც აი ახლა დღეის მდგომარეობით არის ის, რომ იქ, სადაც ადამიანები იტანჯებოდნენ, პიცერიაა გახსნილი, ხილბოსტლის მაღაზიაა გახსნილი და სხვადასხვა დაწესებულებები. როცა მსგავსი შენობები უნდა იქცევდეს ძალიან დიდ ყურადღებას, როდესაც ჩვენ აუშვიცის ვიდეო გადავიღეთ და აუშვიცის მუზეუმი დავათვალიერეთ, რა თქმა უნდა შეუძლიათ თუნდაც პოლონელებს, რომ მოშალონ ეგ აუშვიცი, დაანგრიონ, გააუბედურონ და წაშალონ საერთოდ ისტორიიდან, მაგრამ სწორედ იმიტომ ინახავენ აი ამ ისტორიას საბოლოო ჯამში, რომ კაცობრიობა დააფიქრონ იმაზე, რომ მსგავსი რაღაცეები აღარ უნდა გამეორდეს. ანუ ისტორიისგან რაღაც რო ვისწავლოთ, აუცილებელია რომ მსგავსი შენობები არსებობდეს და თუნდაც აქ უნდა იყოს აუცილებლად მუზეუმი. აინტერესებს რამდენმა იცოდით ამ ადგილის შესახებ, მეგობრებო, თუ გსმენიათ, თუ ყოფილხართ, თუ შესულხართ, გამიზიარეთ აუცილებლად კომენტარებში და მომიყევით თქვენი შთაბეჭდილებებიც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ასევე ძალიან გთხოვთ, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დალაიქება ვიდეოს, დაკომენტარება, იმიტომ რომ ეს არხს ძალიან დაეხმარება და უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოებით დაგიბრუნდებით, ასე რომ არ მაწყენინოთ მაგაზე. კიდევ ერთი სასტიკი ადგილი, რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, არის ჩემს უკან. ეს არის შენობა, რომელიც ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. ერთი როგორც ძალიან მაგარი შენობა და მეორე როგორც ძალიან სასტიკი შენობა. ძალიან მაგარ შენობაში ვგულისხმობ ადგილს, სადაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ. და მეორე მხრივ ასევე შემდგომ უკვე ეს ადგილი გახდა ადგილი, საიდანაც ჩვენი ქვეყნის უბედურებაზე ზრუნავდნენ. თუ რატომ და რანაირად ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, სხვათა შორის ამ ადგილის შესახებაც არ ვიცოდი და ჩემთვისაც აღმოჩენა, ამიტომ ერთად უნდა აღმოვაჩინოთ ეს ყველაფერი. წავედით. თავარია ვინმე არ დაგვეჯახოს. როგორც კი მოუახლოდებით ამ შენობას, მეგობრებო, აქ ნახავთ დაბრას, სადაც წერია, რომ 1918-21 წლებში ამ შენობაში განთავსებული იყო საქართველოს შსს საგანგებო რაზმი რესპუბლიკის უშიშროების სამსახური. როდესაც 1918 წელს მოვიპოვეთ ჩვენ დამოუკიდებლობა, ნოე რამიშვილი მიხვდა, რომ საქართველოში და კონკრეტულად თბილისში აუცილებელი იყო ყოფილიყო რაზმი, რომელიც იზრუნებდა საბოლოო ჯამში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას. რას აკეთებდა ახლა ეს საგანგებო რაზმი? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის მთავარი მოვალეობაც იყო, რომ მოსკოვიდან დაფინანსებული და დაგეგმილი ბოლშევიკური აჯანყებები ჩაეხშო. როდესაც რესპუბლიკა ახალია, რა თქმა უნდა, სჭირდება მას მსგავსი ტიპის სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იზრუნებენ ქვეყანაზე. 1918 წლის 26 ივლისს ეროვნული საბჭოს ხდომაზე, სადაც 10 საკითხი იყო გამოტანილი, მეხუთე საკითხად იყო კანონპროექტი. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონტრრევოლუციის, სპეკულაციის და ძარცვა გლეჯის წინააღმდეგ საბრძოლველად განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ. მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა და გარკვეულ პუნქტებში წინააღმდეგობისა, კანონპროექტი მაინც გავიდა და რაზმი მუშაობას შეუდგა. განსაკუთრებული რაზმის უფროსად დაინიშნა მელქისედეკ მიხეილის ძე კედია, რომლის თანაშემწედაც ითვლებოდა სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია. სხვათა შორის ეს სახლი ეკუთვნოდა ერთ-ერთ დიდარ თბილისელს, რომლისგანაც ქირაობდნენ მერე ამ სახლს. როგორც წეღან თქვი, ამ სახლს ჰქონდა ორი დანიშნულება, ერთი კარგი, მეორე ცუდი. კარგი ჰქონდა რა თქმა უნდა ამ სპეცდანიშნულების მხრიდან, მაგრამ მეორე მხრივ შემოდის აქ წითელი არმია, ხდება ჩვენი ოკუპაცია და ამ სახლსაც ეკარგება თავისი ფუნქცია. როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი დაეცა, ოკუპანტებმა პირველი რაც გააკეთეს, სიმბოლურად და ვერაგულად დაიკავეს სწორედ აბრაფელოვის სახლი. ბოლშევიკებმა აიღეს მათი ყველაზე დიდი მტრის, ქართული დაზვერის შტაბ-ბინა. იქ განთავსდა მე-11 არმიის სამხედრო კონტრდაზვერვა, ეგრეთ წოდებული ასობი ოტდელი. ასობი ოტდელი წარმოადგენდა საოკუპაციო არმიის სამხედრო უშიშროების სპეციალურ ქვედანაყოფს. ვინაიდან ქართული საბჭოთა ჩეკა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, სწორედ ეს ორგანო გახდა პირველი სადამსჯელო რაზმი, რომელმაც თბილისში წითელი ტერორის საფუძველი ჩაყარა. სახლი, რომელიც 3 წლის განმავლობაში თავისუფლების სადარაჯოზე იდგა, ერთ დღეში იქცა ტერორისა და სიკვდილის ეპიცენტრად. 25 თებერვლის შემდეგ საბოლოო ჯამში აქ ბინა დაიდო ასობი ოტდელმა, სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, და როგორც წესი ასე ხდება ხოლმე ომის მიმდინარეობისას. მიდიხარ იქ, სადაც შენი მტრის დროშა ფრიალებს და ჩათვალეს, რომ აქ რადგან იყო ეგ სპეცდანიშნულების რაზმი, შეეცადნენ, რომ ზუსტად ეს შენობა დაეკავებინათ და აქედან გაეგზელებინათ მუშაობა. მტკივნეული ადგილია, სისხლიანი ადგილიც არის და ეს ადგილი აუცილებლად უნდა მეჩვენებინათ თქვენთვის. საოცრება მართლა ამ ადგილებთან რო გვაქვს შეხება, არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია და გასაფრთხილებელიც. ამიტომ გთხოვთ, რომ როდესაც მოიცლით და მოხვდებით აქეთ, ინგოროყვას პირველ ნომერთან, გაჩერდით ამ სახლთან, ახედეთ ამ სახლს და წარმოიდგინეთ, რომ აქ იყო რაზმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედნიერებაზე და თავისუფლებაზე ზრუნავდა. ესაა ძალიან ძვირფასი შენობა და მეორე მხრივ არ დაგავიწყდეთ, რომ გაიხსენოთ ის ფაქტიც, თუ რა დამართა საბოლოო ჯამში მოსკოვმა თბილისს. ეხლა გადავინაცვლოთ მეტეხის ციხესთან და იქ უკვე ჩაწერილი მაქვს ეპიზოდი და იქიდან დაგიბრუნდებით. იმიტომ რომ თბილისში საშინელი ამინდები იყო, წვიმა, ქარი, უბედურება და ვერაფრით ვერ მოახერხე, რომ ეს ადგილი გადამეყო, მაგრამ არაუშავს. წავედით ახლა მეტეხისკენ და იქიდანაც მოგიყვებით საინტერესო ისტორიებს. ჩამოვედი რუსთაველზე ვარ, მეგობრებო, აგერ. და მინდოდა რომ 9 აპრილი მეხსენებინა. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სისხლიანი დღეა. თუმცა მომავალში ვგეგმავ, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით
ცალკე ვიდეო გადავიღო, რომელიც დაეთმობა მხოლოდ 9 აპრილს. ამ ვიდეოში მოდი არ ვისაუბრებ 9 აპრილთან დაკავშირებით და მერე ცალკე ჩავშალოთ გემრიელად, ცოტა გრძელი ვიდეოს სახით, თუმცა მინდოდა რომ მაინც მეხსენებინა და თან თქვენთვისაც კითხვა დამესვა, რამდენად დაგაინტერესებთ რომ მომავალში მოვიდე და 9 აპრილთან დაკავშირებით კარგი დოკუმენტური ვიდეო გადავიღო. აბა ველოდებით თქვენს უკავშირსაც ამასთან დაკავშირებით. გადმოვინაცვლეთ მეგობრებო, მეტეხის ტაძართან, აგერ ჩემს უკან ხედავთ ძველ თბილისს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიზნობრივად გავაკეთეთ. როდესაც საუბრობთ ჩეკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, 20-იან წლებში მეტეხის ციხე ექვემდებარებოდა ჩეკას. შესაბამისად, ის პატიმრები, რომლებიც საბოლოო ჯამში ჩეკას მიერ იყვნენ დატყვევებულები და დატუსაღებულები, გადმოდიოდნენ აქეთ და იყო ხოლმე შემთხვევები, რომ ზოგს სიკვდილის ჭიდნენ, ზოგს ასახლებდნენ და ზოგი გარკვეულ დროს ატარებდა აი ამ ციხეში. მეტეხის ტაძრის კედლებზე ახლაც არის მეგობრებო, ამოკაწრული სხვადასხვა ტუსაღების, სხვადასხვა პატიმრების სახელები, გვარები, წლები, ხდება როგორც ქართული, ისე რუსული და ისე სომხური წარწერები. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის წლები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის აქ 1919 წლის წარწერაც, ხდება ასევე 1918 წლის წარწერაც, რომელიც ახლა დავკარგე სამწუხაროდ ვეღარ პოულობ. როდესაც პატიმრები გამოჰყავდათ სასეირნოდ, ისინი მაშინ ახერხებდნენ ხოლმე, რომ აი კედლებზე რაღაცა გარკვეული წარწერები გაეკეთებინათ და ამიტომ მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვისაც ეს ადგილი. მაგ დროისთვის 20-იან წლებში საქართველოში თბილისში უпростоრად იყო სულ 2 ციხე, ერთი ორთაჭალის ციხე და მეორე მეტეხის ციხე, სადაც ახლა ვართ და სამწუხაროდ ორთაჭალის ციხე დაანგრიეს, როგორც ვიცი, ერთი корпуსი არის მხოლოდ დარჩენილი მცირე ნაწილი და ნუ მეტეხის ციხეც რა თქმა უნდა არ არსებობს. არ არსებობს ბერიას დახმარებით. საინტერესო ისიცაა, რომ თავად ბერიაც იჯდა ამ ციხეში და ნუ საბოლოო ჯამში თვითონვე გააუქმა აქაურობა და ნუ ეცადნენ რომ წაეშალათ ეს საბჭოთა მავნებლობა და ძალიან ცუდი კვალი. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ოკუპაციისთანავე მეტეხის ციხე მეფის რუსეთის სიმბოლოდან საბჭოთა რეპრესიების მთავარ ეპიცენტრად იქცა. მეტეხი გადაიქცა პოლიტიკური პატიმრების, ყოფილი მინისტრების, გენერლებისა და ინტელიგენციის იზოლაციის მთავარ ადგილად, სადაც ჩეკისტები დაკითხვებსა და იდეოლოგიურ წმენდას აწარმოებდნენ. ციხის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებას უკავშირდება. ამ დროს მეტეხი იმდენად გადაივსო, რომ პატიმრებს გაუსაძლის პირობებში, მცირე საკნებში ათავსებდნენ. სწორედ აქედან გაჰყავდათ ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად დასახრეტად ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. საინტერესოა, რომ მეტეხი ერთგვარ გამანაწილებელ ჰაბს წარმოადგენდა. აქ ხდებოდა პატიმრების დახარისხება, ნაწილის დახვრეტა ადგილზე ან ქალაქგარეთ, ხოლო ნაწილის გადაგზავნა რუსეთის შორეულ პროვინციებში. მეგობრებო, თხოვნაა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაასაბსქრაიბოთ. ძალიან დამეხმარება ეს ამბავი სამომავლოდ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ვიდეოს გადაღების პროცესში. არ დაგეზაროთ და ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად გინდათ რომ გავაგრძელო მსგავსი ტიპის ვიდეოების გადაღება. მგონია რომ ძალიან საინტერესოა, მე პირადად მართლა ძალიან სიამოვნებს და თუ თქვენი სურვილიც იქნება, სიამოვნებით მაგაზე უკეთეს რას ვიზამ თუ არა თქვენი სურვილის შესრულება. 1928 წლის წარწერა არის აქ. მოკლედ სულ სხვადასხვა წლები გვხდება და სამწუხარო ისაა, რომ ბევრი რაღაც აღარ იკითხება უკვე რა ეს სიტყვები და ეს წარწერები ბოლომდე გასარჩევი ვეღარ არის ისე როგორც მინდა რომ იყოს, მაგრამ ნუ რაღაცეები მაინც ჩანს. აი აქ არის ნახეთ ქართული წარწერა. აქ აი აქ არის უკვე რუსული წარწერა და აქეთ იყო სომხური წარწერა თუ არ ვცდები, აი ეს, ნახეთ, ეს არის მე მგონი სომხური წარწერა. მაგრამ შეიძლება ვცდები. მოკლედ ბევრი წარწერაა ძალიან გაკეთებული სეირნობის პროცესში რა. ეხლა აქეთაც ვნახოთ თუ არის რამე. აი აქაც რაღაც წერია. აი ამ კედელზე. ვაუ. აი ესეც 1919 წლის წარწერაა. აი ხა ესეც წარწერაა, მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად მაგ დროისაა, იმიტომ რომ აქ ხა ესე ნებისმიერ შეუძლია რომ ამოკაწროს, მაგრამ ხა 1919 წლის ამოკაწრა არ მგონია რომ ვინმე საქმონდომებოდა და თან დადასტურებული ფაქტია რომ იქიდან არის რა. სულ ეგ არის დღეისთვის მეგობრებო. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ვიდეო.
აუცილებლად ამიკომენტარეთ თუ უყურებდით მსგავს ვიდეოებს მომავალშიც და რა თქმა უნდა გადავიღებ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მოხვედით, არ დაგავიწყეთ ახლა არხის გამოწერა, დალაიქება და შევხვდებით ძალიან მალე. აბა დროებით.